როგორც ხედავთ, ახალი წლის პახმელის გამო ჩემი მიკროფონის ჩართვა დაგვავიწყდა, მაგრამ მალევე გამოსწორდება. ჩვენთან ერთად კი დღეს იქნებიან ქორო, ტატო, ფუტკუნაბიჭი და გუნდიშა. აქ კი იმის თქმა უნდა, ლუკას, რომ ჩვენი წარმომადგენელი და გრანდიოზული სპონსორი არის Betson Sport-ი. რაც შეეხება გიორგი კალატოს, ის არ იქნება დღეს ჩვენთან ერთად, რადგან წინა სამი კვიზი მან მოიგო და ეხლა ახალგაზრდებს უთმობს გზას. დღევანდელი game show-ს წესები კი ძალიან მარტივია. განვლილი წლის მოვლენებიდან მე დავსვავ შეკითხვებს, მონაწილეებმა კი უნდა უპასუხონ. სწორი პასუხი 1 ქულა, ვერ გასცემ პასუხს 0 ქულა. თქვენც ითამაშეთ სახში ჩვენთან ერთად და დაგვიწერეთ რამდენს გასცემთ სწორ პასუხს. Yay! შარშან წლის ბოლოს ჩატარდა საქართველოში საბავშვო ევროვიზია და თქვენ უნდა მითხრათ, რომელმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ერთი წამი, როგორ? ბავშვების ევროვიზია. საქართველოში იყო? საქართველოში იყო, ხო? იცი შენ? მე დავიწყო? აშკარად შეეშალა მას. გადაცემა შეეშალა. მე აფსეპოშულმაო. აი ქვეყანა არის. ამდენი ვიღავი. მობილი ევროპული ქვეყანა მე აფსეპოშულ. იაფი ქვეყანა. უკრაინა, არ ვიცი, არ მახსოვს. მოლდოვა. პორტუგალია. მოლდოვა. ჩემი ყველაზე ახლოს ხომ მე ვარ. სადღაც აი ამოტივი. უკრაინა, საფრანგეთი შემეშალავი არის, ხო? მეც სუმერე ვარ ხოლმე. ერთი საფრანგეთმა როგორ მოიგო საფრანგეთმა სიმღერა იცია? გასულ წელს ერთ-ერთი სათამაშოს ბრენდი გახდა ძალიან ცნობილი. თქვენ უნდა მითხრათ, რა ქვია მას. ლაბუბუ. ლაბუბუ რა არის, ვაფშე პირველად გავიგონე, ბარბი რა. ვაფშე არ ვიცი ლაბუბუ რა არის. ლაბუბუ არის. რა არის ლაბუბუ? რაღაცა უბედური სათამაშო. ბიჭო, ავი, იმენა ეშმაკისეულია. ლაბუბუ რა. ბიჭო, არა, რაღაც მონჩი საყვარელია. ამათ ბავშვები ყავდა, შეიძლება ის შენ რატო იცი? როდრიგო დეპოლს ხონდა და მე. ანუ даже ფოტო იყო, როდრიგო დეპოლი ლამლა. ბიჭო, სიმებს როდრიგო დეპოლი. ორიგინალი ლაბუბუ. ანუ თუ ვერ ხვდები ფეხბურთელია შეჩემე იასნია. შემდეგ შეკითხვაზე არასწორი პასუხის ავტორს, შემდეგი 3 რაუნდის განმავლობაში რამდენჯერაც გაეცინება, იმდენჯერაც კლიპურტი უნდა მოხვდეს თავში. რა ძალითაც მინდა? ესე? ზალითაც. აი ესე? მე ამ თითით რო ჩავარტყა, მე მეტკინება. რატო ესე? ესე რა? შეკითხვა კი შემდეგნაირია. რომელი თამაში იყო 2025 წელს ყველაზე გაყიდვადი? გაყიდვადი იმასაც ქვია, რომ ბევრი თამაშობს? გენიოსი ხარ. Elden Ring. არ ვიცი რომ წელს გამოვიდა მაგით. მაგიტო ამბობ ამ ეს. ვინ არის შემდეგი? Battlefield. შეიძლება და ეგრე მარტივად დაწერა ბუფუთი? Battlefield. FIFA მიწერ. Battlefield ისტორია. დებილი ვარ ბიჭო. ხო იცი რა უნდა დამეწერა Ark-Riders-ი და მე გამახსენდა რომ Battlefield-მა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. შემდეგ 3 კითხვა? ოკეი. ვიბეჭ ერთი წამით. როგორ ხდება მე წლიბურთის ჩართმა? ვიღაც ერთმა ჩამარტყას, ხო? კაი, ცოტნე იყოს, იმიტომ ამის წლიბურთი არ მევასა. და თითნატკენი ტიპია ირჩია. კინოად ირტმევინება. მან კი არის. შარშან გრემის დაჯილდოებას ჩატარდა, რა თქმა უნდა, და თქვენ უნდა მითხრათ, რომელი სიმღერა გახდა საუკეთესო. სიმღერამ. შემსრულებელი არა, სიმღერა. ტატო, რამე ანეკდოტი გაიხსენება თუ გაგეცინება? არ გახსენდება ანეკდოტები? ანუ არ მოგიყვე რამე. ეგეთი რთულიც არ არის. არა, მარტივია დავწერე კაცო. კარგად თუ დაფიქრდებით, ეგეთი რთულიც 10, 9, 7, 3, 1, 0. კაი. სკორო დაიწყე. მე ეს დავწერე. დენოთლაკა, სტატო. მე გარ არის 25-ის. ვერა ვიცი. Taylor Swift-ის ოფელია. რა ოფელია, ვიცი მე ის პერსონაჟი. ცოტნე. Dua Lipa-ს კოკოჰა. აი გარიყო შაშანდელის. ნუ გაიგო. 3 წელი ამ პასუხს წერს. აუ, სწორია გუნდიში, არაფერმა არ მოიგო. იყო სწორი პასუხი, მინდა გითხრათ. და ეს იყო ოფელია, ბიჭო. ქორო. დეინოთლაიკას იყო? წლევანდელია? 25-ის არის? 25 საათ. შარშან არ მღეროდა იმაზე?
წელს მღეროდა. წელს მღეროდა, პროსტა 200 ჯერ იმღერა და გონია რომ 1000 ჯერ გაქვს მოსმენილი. ქორო მაგარი ყოფილა ჩემ. They know it like. They not like us. ჩვენ არხსაც შევეხოთ მანდი ხო ოქტოპუსს რა თქმა უნდა. შესანიშნავი წელი გქონდა და დამისახელეთ რომელ ვიდეოს აქვს ყველაზე მეტი ნახვა შარშან დადებულებიდან. დრო ჩაირთო. ვიწყე. გასაცვლელი מחარა. გასაცვლელი מחარა არ იყო შარშან. შარშან იყო. შეშარა. გასწრებული ილო. დადო? ანუ ტორტების ვიდეო, ტორტებს უჭამთ. მე ეს მიწელია. ბიჭები ვერ უნდა გაიყვნენ უფრო დიდი ბიუჯეტი და უფრო ხომ არის რომელია? საათი რომელი? არის ციგ ვიდეო. დიდარი ღარიბი არ გადაგვიღია მგონი. წელს შარშან არ გადაგვიღია. სერიოზულად? 2024 შარშან არ იყო? ვო. სწორი პასუხი რა თქმა უნდა არ არის. ხო, ნუ. მაგრამ ტატო იყო ყველაზე ახლოს. იმიტომ რომ ეხლა ვინო არის? ასკების ვიდეო. ჭამის ვიდეო იყო. ხო. ხინკლის რამდენ ხინკალს ეჭამ 15 წუთში. სადაც מחარა ყავდა. ამიტომ ისიც ახლოს იყო. ვის ქონდა מחარა? მე. შარშან ყველა ცნობილი ქურდობა სად მოხდა? საქართველოში? საქართველოში ან სოფლიოში? რა ხო მე არ ვიცი. კაი, დავიწყოთ დატოვა. საჭმელი მომდა. საფრანგეთი, პარიზი, ლუვრი. ცოტა მე აღარ დავა კონკრეტულად ლუვრი დავწერე. ეს ყველაზე მარტივი პასუხი იყო. პასუხი. ლუვრი მე არ დავწერე. გადაწერე. საქართველოში ჩვენი ხმები. ო, ყოველ წელს არის ეგ. ყოველ წელს არა მარტო შარში. აუ ლუვრი ყველაზე მარტივი იყო. ორი ქულა. ის რო იყო შეჩემ რომ დაეყარათ გზაში რაღაცები რომ დარჩათ. შუშა რო ჩაამტრიეს, ხო, ეგ არ იყო. ამ წეკრანით რო შევიდეთ. დამეწერა პროსტა ლუვრი მაშინ. და შემდეგი ჩელენჯი მოვიდა მეგობრებო. შემდეგ კითხვაზე, არასწორი პასუხი მეც. არჩევ დაიფარებს ამ ქულს. შემდეგი 4 რაუნდის განმავლობაში. მე რო მე ჩემთვის აზრი არა აქვს და ჩემი კარგი მოთმენი მე. ტატოს მოუხდება ძალიან. აუ, ტატო არ გაწერა სწორად პასუხი. წესით ეს პასუხი ყველა უნდა იცოდეთ. შეგერგოთ ბიჭებო, მაგრამ- ის მოიპარეთ. მაგრამ ცოტნეს გაუჭირდება. ტატო თუ ყველამ გაიცეთ პასუხი, მე ავარჩევ ვინ დაიფარებს. საფეხბურთო ის არის? კი, ვინ მოიგო 2025 წელს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში? ჩვენი საქართველოში? ხო. საქართველო. მეთქი შეაფერისტო. გუნდიშა ცოტნეში აირჩევა, მე მგონი. ჩვენ ხათა მოატრიალუნა რა. ცოტნე ცოტა დაიწყე. მოატრიალუს ყველაზე მეტად. არა, რა რეცინება, იბერია მიწერი. გუნდიში. მეცებერია მეწერე. არასწორია ამათი პასუხები, იმიტომ რომ გუნდს ქვია იბერია 1999. რა. ამას ახლა სიცილი არ ჩაეთვალო დავაწყო. არა, გავიდა ჩელენჯს მაო. შემამოკალე. პარვაჭება ყველა მოპასუხე, ანუ ესე იგი უეჭველი მე ამერჩევს ეს ახლა ყლეობა დავიფარო თავზე. შენ არ ჩაგეტევა ეს წესი. ო, მართლა. ცოდნეს ვაფშე. და მე რა თქმა მართალი ხარ ეს ხო იბერია რომელი წელი? 1919. წამყვანმაც არ იცის, წამყვანმაც არ იცის თუ შეიძლება. ცოტნე დაიფარებს წამყვანმა თუ არ იცის 4 რაუნდის განმავლობაში. საერთოდ არაფერი არ იცლება ჩემთვის. ჩვენთვის შეიცვალა. და მაინტერესებს მომიხდა თუ არა, ანუ ეგ მითხარით. დემნა გვასალია აბარგდა ბალენსიაგადან და გადავიდა სხვა ბრენდში. აუ, რომელ ბრენდში გადავიდა? აუ, არასდროს ხოლო იყო ეგ ინფორმაცია. აუ, მენა ვიცოდი რატო არა. დაახატე რაღაც? ერთი წამი. რა დამახატა? კუტუ დამახატა, ხო უიწველი, ამის ფანტაზია მეც ვერ ერთი წამი რა, სხვაგან გადავიდა, ეგ ხო თავისი. როგორ ამახატია ეგიდან? ო, აპარას დამახატა. დაწერე მეტი ფანტაზია არა აქვს ამას. შეაფურხე და მერე წაშალე. გუნდიშა დაიფარებს მაგას გადაეცი. ხო. მოიცი, მზე დააწერე. აი ჩანს. დაიცა? რატო არ გამოაჩინე? ლუკა. ჩემთვის რა შეიცვალა. კაი, დრო ამოიწურა მეგობრებო. და სად დემნა გადავიდა? გვასალია ბალენსიაგადან გადავიდა. ბარსელონაში გადავიდა. სად დავიდა? არმანი მიწერე. არმიანი? არმიანი. რატო? კი არა და ცოტნე, გუჩი. მე არმანი. ძოს მოკდა. მარსალიაში. გვასალია ეგეთი ბრენდი. ბიჭო, მაგის ძმას აქვს და არის სწორი პასუხი მეგობრებო. მაგის აუ, ძმას ჩი, ბიჭო. და გუჩიში გადავიდა. რაღაც ცოტა მოდურ ტრენდებს გაყევით. თქვენ დაჯაჯვა არ მინდა, მაგრამ რომ ცოტა იმას ქე. რომელი ფილმი /ანიმაცია იყო მეორე ადგილზე ყველაზე დიდ შემოსავლიან ფილმებს შორის. მეორე ადგილზე, იმიტომ გეუბნებით რომ პირველ ადგილზე შანსი არ აქვს.
ვიდეოს უყურეთ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება კალა იყოს დამალული ამ ვიდეოში რაღაც მომენტში და თუ დაინახავთ, აბა. კარგი დრო. ცოტა დაიწყე. სუპერმენი დავწერე, მაგრამ არ მგონია სწორი პასუხი. გუნდიშ. ზუტოპია. ტატო. ზუტოპია? შიტარაკო. უწერია ორი ამ პროცესი. არა, ეხლა ზუტოპია. ძალიან გვიან გამოვიდა შეჭი. ეს იყო პირველზე მე მგონი, ეს ჩილეფი წერია არ ითვლება. ზუტოპია. ზუტოპია. რაღაცა ჩინური მულტფილმი იყო რაღაც. არო ეს შენ არ უნდა გწოდნოდა ქორო მართალია. არ ვიცი. ზუტოპია იყო. ეს პირველზე მართლა ის იყო. მართლა ეს ქვია, ხო? ოღონდ მეორე ნაწილი. მაგრამ უარი თქვი ორი ქულას დამატებაზე, ასე რომ ეხა იყავი მასზე. არა, ეს პროსტა დავწერე. რატო იცოდი ეგ? ნახე შეჩემ. დაგუგლული მოხვედი. არა, დაგუგლული მოხვედი. თანაბარი ქულებია, მინდა გითხრათ 4 ქულა. მე გადაობდი. ყველას? და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. 360 გრადუს შეიცვალა ყველაფერი. მუსიკა, თანამედროვე მუსიკა ძალიან უყვარს ტატოს, ამიტომ ეცოდინება Spotify-ზე ვინ იყო ყველაზე მოსმენადი არტისტი. ეგეც ვიცი. თუ გეტყვით, რომ ინგლისურენოვანი არ არის. ვიცი. აი, რატო დაეხმარე? სანამ ბიჭები ფიქრობენ, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია TBC, რომელიც დავიპარტნიორდა წინა წლის ბოლოს და ამ წელშიც მოყვება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ არიან ჩვენთან ერთად. და ქორო მოატრია. ემინემი არ მგონია ტატო მიცოდეს. ხო, არა ინგლისურენოვანი ემინემი იქნება. არა ინგლისურენოვანი. ეს ვინ არის თქო და ინგლისური ვიყოდი მაგას ბიჭო. ვიცი, მაგრამ არ ვიცი დაწერას ხო ის ფრანგი განდაგანასრო იმაშორო. დე რა თქმა უნდა ტრიუმანდილი. ვა, მარტო მე ავიღე შეჩი. ატომა იყო ალბათ. აი ეს ვიღაც ბედბანი. ბედბანი, დიახ. ვინ ჩემი ხეა მე ბედმანი? ეგეთი რეაქცია მქონდა ეს ვინ არის თქო. ერას ვინ მოსერ არის? და ერთი სიმღერა მომოსმენია შეჭი. ვეგ რა პონტია, ამას Spotify აქვს. ხო. ბერე? და $5 ყრის. აბა კითხე YouTube Premium-ი თუ აქვს? YouTube Premium. არა აქვს. არ აქვს და არა მე აქვს, მე და მინუს ორი ცოტნეს ქულა, ეგრევე. გვაქვს და YouTube ეგრევე Music-ი. მე არ მაქვს, იმიტომ რომ Spotify-ი. ცოტნე. YouTube Premium-ი გააქვთ ესე იგი თქვენ. კი, მე ვიხდი 33 ლარს. მაშინ გეცოდინებათ. აუ ჩემი. საქართველოში ყველაზე მოსმენადი ვინ იყო? ეს ხო იყო Spotify-ზე. YouTube-ზე ვის უსმენდნენ ქართველები ყველაზე მეტად. აუ შეჩემ. ტრიუმანდილი ხო? Top 5-დან ერთს, ისეთი სასტავია Top 5-დან ერთს მაინც თუ დაწერთ, ან თქვენი დაწერილი ამ Top 5 თუ იქნება, ჩაგითვლით ქულა. არ ვიცი. გუნდიშ, მამაფლექსი Netflix-ი. დავწერე. აუ ხო რატო არა ამათი დაწერა არ მიგონა არა უსარავი შეიძლება ეგენები. ეს 10-ში იყო და არა, 5-ში. მაგათ მე არ დავით კენჭიაშვილი. პირველზე იყო მიაგი და ენდი პანდა, აი ხო, რუსები. მეორეზე იყო ჭოხოები, აჰა, ჭოხო. ინები? მესამეზე იყო ჯგუფი მირაჟი. ეგეც რუსული, ალბათ. არ არის მესამეზე ჯგუფი მირაჟი, ქართულია? ქართულია მირაჟი რაც. მეოთხეზე იყო დუეტი ლეონი, ეგ სადაურია. ქართული ეგეც და ქართულია. მეხუთეზე იყო მეოთხე დასი. ეს არისო დავით კენჭიაშვილი არსა? გურსა რომელზე იყო? ჭოხოები, ბიჭო. შემდეგ კითხვაზე არასწორი პასუხის ავტორი ლაპარაკობს 3 რაუნდი მუნჯურად. რა სახელს არქმევდნენ საქართველოში ყველაზე ხშირად შარშან? მე მომიმზადები მუნჯურად სალაპარაკოთ. რაღაც ისეთი იქნება. იო. ვისაც არასწორი პასუხი გვაქვს, ყველას ეგრე. მე ავარჩევ აა, ერთ. ხო, ალექსანდრე, ტატო, გიორგი, მე сейф არჩევანი. ალექსანდრე. ალექსანდრე. არ მომიწევს არჩევა მე, იმიტომ რომ თავისით ტატო. ალექსანდრე შეჩემ. არ დაწყებულა შემდეგი რაუნდიო, ჯერ კიდევ. აირჩიე? აგირჩიე ტატო. ანუ ალექსანდრე ან ალექსანდრა, ანუ ის არა აქვს. ალექსანდრე იყო? ალექსანდრე. ხო, ალექსანდრე. მეორეზე იყო გიორგი. ბიჭო, ქულები რა კაიცის ხო ვერ მირჩევდი რომ რა შეიძლება რომ ბიჭო, მე ის ნახე რა ქვია, ზეინაითლა ხას, იცი? ზეინაითლა ძალიან მიყო, ყველას კითხულობ? ალივით მინდის. ხო. ხუთჯერ წავიკითხე. სხვადასხვა ყველაზე მაგარი მომღერლები ხო რეპერები არიან ზოგადად როგორც ეგეთი რა. დამიწერა რაც აიკითხე. კარგი, შემდეგი ხალი მინდაოთ, რა? კაი, ვინ მოიგო ოსკარის საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში? არ მიყურებია რაც. ამას არ აქვს ხო დაწერის უფლება. არა და დაწერის ახსოვში. უეჭველი ეგ მსახიობიც არ მეწოდინება და ეს დარწმუნებული ვარ ძალიან უჭირს ახლა რო ერას ჯეილობს ტატო. ვაიმე რა ქვია და მაგრამ რო ჯეილობს, ვაიმე ისა გამოვიდა მე წელს. დავწერე. შეჩემო. ტიმოტი შალამეტი. არ უწერია ტატო. შაილალაილალა. შალამეტი უნდა დამეწერა, შალაბაფი დავწერა. ტიმოტი შალამე.
ხო, სალომე. არა. არც ჩაგეთვლებოდა, იმიტომ რომ არ დაწერე. ტატო? არაფერი, ქორო. ტოპ სტარკი. მე არ ვიცი რატომ გასვაიხს მახსოვს ედრიან ბროუდი ედრიან ბროუდი არის სწორი პასუხი. სწორია ბრუტალისტი ჩემი საყვარელი მსახიობია ერთადერთი მეტი არ ვიცი. რამდენი ქულა აქვს? გუნდიშა წინ გაიჭრა. 6 ქულა აქვს გუნდიშას, თქვენ 5. დიახ. ილია თოფურიას UFC-ში ერთადერთი ჩხუბი ქონდა წინა წელს. მითხარით ვის ეჩხუბა? წინა წელს ერთი ჩხუბი ხონდა? ერთადერთი. ხელი. ვიცი ვინც არის? რატო ეს სახელები სადაც არის? მაგის ფილმი დაწერე მაგისიც. დამპალო. თქვენ რო გონიათ რომ ესეთი მარტივია გახსენება შარშანდელი იმის არ არის ეგრე. შარშანდელი. იმიტომ რომ აი ნახე რა უწერია ტატოს. ოლივეირა. ჩარლზ ოლივეირა. ერეირა დავწერე. ვერ გავიწევ. ვერ მიმახსოვრებ სახელებს. ისი ძაა წონაც ყველაფერი აცილა. ვერ მიმახსოვრებ სახელებს. ერეირა არის. ოლივეირა ხო იგი ხო. ჩარლზ ოლივეირა. მე არ ვერ მიმახსოვრებ. კარგი, ეს კითხვა ყველამ უნდა იცოდეთ, თორემ მე ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები. ვინ იჯდა პანტერას ფორმაში და ვინ მოიგო ვინ არის მეოთხე სეზონი? ოღონდ ეს მეოთხე სეზონი არ არის, ეხლა რაც მორჩა, ეგ არა. ამის წინა. დაიწყო. ადამიანი. მიდი და კეიცი პასუხი. ნინო ქათამაძე. ბატონ. დრეიკი. ეკა კახიანი. ძალიან არასერიოზულად. ყველაზე ახლოს ვიყავი რა? ძალიან არასერიოზულად. შენ არა. შენ კაი ბიჭი ხარ ხო? ვინ არის? აჩიკო სოლოღაშვილი. ვინ არის? აჩიკო როგორ სოლოღაშვილი? არის? წამყვანი და აჩიკო სოლოღაშვილი? მსახიობი. ვიცი ეგ. უსლებით იჯდა? იდგა უფრო. შარშან ერთ-ერთმა ქალბატონმა გამართა კონცერტი, რომელსაც დაესწრო ყველაზე მეტი ადამიანი ისტორიაში, ოღონდ ქალმომღერებს შორის. ვინ იყო ეს ქალბატონი? საქართველოში არა. მე მოვატრია პირველი რა. ეს იყო ან ტეილორ სვიფტი, ან დუა ლიპა. ანით ვერ პირდაპირ შევარჩევ რა. სად იყო რო თქვი? მაგაზე რა დაფიქრებულა და შეიძლება ყოფილიყო რიოში. და რიო რა ხან იყო? იქნება დუა ლიპა. ხო? ტეილორ სვიფტი მიწერია და ქვემოთ კეციპერი. პერი ტეილორ სვიფტი. გაო, პერი. არა. გუნდი შენ? ტეილორ სვიფტი. ეს ვიც მიწერია. გადახაზა დატომ ტეილორ სვიფტი. ბილი აილიში. იმიტომ რომ რიოში მოიგო. იყო. მაგრამ დუა ლიპა არ იყო. ტეილორ სვიფტი. არც ტეილორ სვიფტი. ადელი. არა. ლეიდი გაგა. გაუნდა რიოში ლედი გაგა. დაპატიჟეს კონცერტი. გაუნდა. ერთი წამი ლეიდი გაგა ცოცხალია. რიოში როლინგ სტოუნს რო კონდა ამათ კონცერტი. ლეიდი გაგა. მილიონი, 2 მილიონი კაცი დაესწრო რა. აღონდი უპასო. ბიჭო ლეიდი გაგა კიდე ხოძეა? ღერის ხოლმე. თუ ეხა შემოვაკლდება. ეხა ეს არის მატურე გაგა. ხო. კარგი, სპორტს დაუბრუნდეთ, ისევ ცოტნეს გაეხარდება. იეი, როგორ მიყვარს. ლუკა დონჩიჩის ტრანსფერი ძალიან დიდი და ხმაურიანი იყო შარშან. დიახ. და თქვენ უნდა მითხრათ, რომელი გუნდიდან რომელ გუნდში გადავიდა. ორივე უნდა მოაგებინოთ პირდაპირ. ეგ რა პონტია, ცოდოები არიან. UFC-ს ხო უყურებ, შეკარგ ყონლო შენ პერეირა რო დამიწერე. ცოტა მომატრიალოს ჯერ აი მაინც. რა თქმა უნდა. გავი მაგის დედაც ბიჭო სულ ის ვიცი. სად გადავიდა ეგ მაინც დაგეწერა? ლეიკერსი და ბულსი ვიცი სულ და არც ერთში არ ყოფილა მე მგონია. მართალი. ხო. ლეიკერსში გადავიდა, ხო. ხო. სათამაშობდა არ ვიცი. მე კიდე ზემოდან დავაბადე. ამა რეალიც დაწერა კიდე. ჩემი. ხო ნახა. რა ნახოთ რა. ჯერა და დაწეროს ახლა. ბულსი და ამერიკაში წავიდა. ლეიკერსი და ბულსი შეჭრა. თან ესე იჯდა რა. გვერდზე ლეიკერსი და ბულსი ხო? ბულსი და ლეიკერსი წავიდა. ამერიკული ისინი ხო არის? კი ბარა, დავასი და წავიდა ლეიკერსში. ბულსი არასდროს არ ყოფილა. კი რა ევროპის გუნდიდან გადავიდა იმ. რეალიდან გადავიდა დავასში და აბა რა გინდა შეჩება? ბიჭო ბულსიდან ლეიკერსში. კაი. უსი არა, ამერიკსიდან.
კუტუ ტრიკეთ. 2025 წლის ერთი საუკეთესო ქართველი წყვილი უდაოდ ერთი იყო. თქვენ დაწეროთ რომელი იყო ეს საუკეთესო წყვილი, რომელიც TikTok-ზე ძალიან გავარდა. აქვიათ სახე. არ ვიცი, ამ ხალხის სახე. სახელები ვიცხარით უბრალოდ მაგათი. ჯერემი ჯიტაპი. ჯერემი. ნათია და რამაზი. გონდის სწორი პასუხი. ესა კეთი დაუჭა. ჩემი ლამაზი კეთი. ჩემი ლამაზი კეთი. ჩემი ლამაზი უჭა. ისინი რო არიან შეჩემა. კეთი კეთი დაუჭა არის. ეს საქართველოს რო ეღადავება. ეგენი აღარ არიან ერთად. გავიგე მაგრამ ხო იყო წყვილი და მაგაზე მეტი ნახვა ხვებს აქვთ. ვის ხვებს? მაგალითად რა ჯერემის ექნება მაგაზე მეტი ნახვა. კაი, არ გვინდა წუწუნი. 8 ქულა აქვს გუნდიშას, 6 ქულა აქვს ცოტნე, სტატუსა აქვს 7 ქულა და ქოროსა აქვს 8 ქულა. და გადამწყვეტი კითხვა იქნება, რომელი იყო ყველაზე ყურებადი სერიალი Netflix-ზე 2025-ში? გამოტებითი კითხვა აღარ მაქვს ისე. აუ, ერთი წამ. ცოტნემ დაიწყოს აუ, ყველაზე. ჯერ არ უნდა და Stranger Things-ი დავწერა. Stranger Things-ი, ვაუ. აუ, შეიძლება ყოფილიყო, არ გამომაყლეო. Stranger Things-ი. ერთი ეგ სერიალი მე ვიცი. დაფერების გადაღებულია, ოღონდ Stranger Things-ი არა, მეორე რო გადაიღოს. ჰა? არა. გუნდიში. მე მიწერია Squid Game. ეგ 25-ში იყო? კი. ის არ იქნება. Adolescence-ი? როგორ არ იქნება Adolescence-ი? აბა რა იქნება? რომელი? Adolescence. ეგ 25-ში იყო? რა ადოლესცენსიჩი. ადოლფ ჰიტლერზე? Adolescence. აუ, ადოლფ ჰიტლერის სენსი თამაშებში. ხო, როგორ რა სენსი? როგორ მუშაობდა? ჩემმა ასისტენტმა მომაწოდა ესეთი კითხვა, რომ ქართულ YouTube-ზე წელს მოიხსნა ნახვების რეკორდი. ერთ დღეში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა ვიღაცამ. ვინ დააგროვა? ერთ დღეში? ხო. ვინ? ხო. კაი, მოვაწერთ ორივემ სოსო ერამდუალ. სწორი პასუხი. კარგი. მოდი ამ სოსოს ვიდეოს არ გავცდეთ, რაც დაწერეთ თქვენ. რამდენი ნახვა ქონდა? ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა და ეხლა უნდა მითხრათ, რამდენი ნახვა? ყველაზე ახლოს ვინც იქნება, ის იქნება დღევანდელი ეხლა რამდენი ნახვა? აი ამ წამს რამდენი ნახვა? დიდათ არ მოემატებოდაო. მეც მაინტერესებს, просто დავწერეთ მე ჩემს დავწერე, მაინტერესებს ხალხს. მეცა თუ გავარკვ. ნიტატო ჯერ შემოადრია. 1,432,072. აა, ბევრი. აი, სოდია. ქორო მოატრე. 2.9 მილიონიო. 1.7 მილიონი. 1.9. მე მგონია რომ 1.7 ორს არ აცდებოდა. აცდებოდა. ორს ნამდვილად არ აცდებოდა. რა? 1.6 მილიონი. ოკეი. 2.9 ერთი და რო დაამგვალო 1.7. სანმალევე გაცდა იმ. ანუ ყველაზე სწორი პასუხი მაინც მე მქონდა. ხო. შენ და მე ქორო. და ამას ეხა 500 რა ლარი გინდა? უნდა. არა, ყველა ქორო არის გამარჯვებული ილოცავ. 60-თან. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ წარმდგენს ბეტსონს. სპორტს. გამომაცხადეთ და შემდგომ ჩვენ სულის ჩამდგმელი და ისა რა. აბა ეხლა ყველა მესე გავაკეთოთ ხელები და ჩვენი ჩამდგმელი სულისა, გიორგი მოსულისა. გამარჯობა მეგობრებო, სასიამოვნო იყო თქვენი ყურება, ეს ჩემი ახალი ტელეფონია, ბეტსონ სპორტომაჩუკა და მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ სპონსორებს და იცოდეთ რომ მე რომ მეთამაშა გამოვიდით 4-ვეს ამ ქვიზში. იმიტომ რომ პანტერაში ვინ იჯდა ძალიან კარგად ვიცოდი და კიდე ეგეთი კითხვები. კალა კურტუა, ტატოს წერია. კალას კურტუა, ქოროც კურტუა. ვა. მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო, ქორო სხვადასხვა კობახა გუდაურში ჩარჩადა, იმედია ვერას დოსო ჩამოვა იქიდან და ქორომ ჩაანაცვლა, ლუკას მადლობა რომ ესე მოემზადა და გუნდიშა როგორც იჯდა რა მე ჯიჯდებოდი ეგრე ვიდეოში. არ გაუცინია ერთხელ. როგორ არ ორჯერ გაიცინა ზუსტად. რა, ცოტნე საქრო დაახატა ის. კი. მაყურებელს კი მინდა უთხრა, თქვენ ვინც ბოლომდე დარჩით, ხედავთ რამხელა რაღაც მოიგეთ, ანუ მე გამოვჩდი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამბავი, მადლობა სპონსორებს 5-დან 0 ამხნევებდა ბიჭებს, TBC დაგვეპარტნიორდა 25 წელს და ეს 25 წელს რაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო ჩვენი არხისთვის. და ბეტსონ სპორტი არის ჩვენი წარმდგენი და ძალიან დიდი მადლობა. დალაიქეთ, გამოგვიწერეთ. მრავალ შობას, ახალ წელს, დედობას, გილოცავ. ლეჟანდაზე უნდა იწვა და ეგრე.